ლიტერატურული თეატრი პროექტის ფარგლებში, როცა ერთმანეთს ვჭირდებით, სტუმრად ვიმყოფებით ხარაგაულელ ღვაწლმოსილ ქალბატონთან, ქალბატონ ლამარა ციცქიშვილთან. ქალბატონმა ლამარამ 6 ათეული წელი გაატარა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა პოზიციაზე, პედაგოგად, სასწავლო ნაწილად, დირექტორად და ხარაგაულის საგანმანათლებლო სისტემაში შეიძლება ითქვას, რომ ამ დიდებულმა ქალბატონმა თავისი ღირსეული სიტყვა თქვა. ჩვენ წარმოშობით ვართ ციცქიურიდან და 11 კომუნი ვიყავით და ვართ სულაც და ყველა ოჯახში იყო პედაგოგი ჩვენთან. ესე იგი საგვარეულო პროფესია იყო ჩვენთვის პედაგოგობა. ჩემი მამიდა იყო პედაგოგი და სწორედ იქიდან ჩამენერგა მე სიყვარული ამ პროფესიისადმი და ჩემი პირველი მასწავლებლისგან. ჩემი მამიდა იყო აგრაფინა ციცქიშვილი, რომელიც მუშაობდა დღევანდელ მესამე საშუალო სკოლაში დაწყებითის მასწავლებლად, იყო ღვაწლმოსილი პედაგოგი, ჰქონდა ჯილდო დამსახურებული მასწავლებლის წოდება, რომელსაც სამინისტრო ასე იოლად არ არიგებდა არასოდეს და მატარებელმა იმსხვერპლა სახლში მომავალი სკოლიდან 20 აგვისტოს. მე ძალიან მინდოდა პედაგოგი და მინდოდა რომ უნივერსიტეტში უნდა ჩამოვარებია აუცილებლად. დანარჩენი ინსტიტუტები მე არ მიმოჩნდა უმაღლეს სასწავლებლად, რატომღაც ასე მძამდა. თუმცა არც იმ უნივერსიტეტის არაფერი ვიცოდი ვიზუალურად და არც თბილისის საერთოდ. პირველად ჩავედი თბილისში, რომ ჩავიტანე საბუთები, მაგიდა წამყვა, შევიტანე რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, მინდოდა საერთოდ. ძალიან კარგი მასწავლებლები სკოლაში და რუსული ენის წრე იყო სკოლაში და ხელმძღვანელობდა ამას წარმოშობით ფრანგი ელენე გურგენიძე, ჟოჟიკა გურგენიძის მეუღლე. მინდოდა რუსულის მასწავლებელი ყოფილიყავი და რომ შევედით პირველ კორპუსში, სადაც ხდებოდა განცხადებების მიღება, სამდივნო იყო დაკეტილი. ცოტა ხნით და ისტორიის ფაკულტეტის სამდივნოში იყო ძალიან დიდი რიგი. მე თქვი ალბათ ესე კარგი არის და ჩავდექი რიგში და შევიტანე განცხადება. გავიგე რომ უნდა ჩამებარებია გამოცდა რუსულში ან ქართულში. წერით. დივანმა მითხრა რომ რადგან შენ თავისი ბედი გააქვს, კი ბატონო, ჩააბარე რუსული, იქნება კარნახი. წერეთ, გამოგვიშვეს და გვითხრეს 2 საათზე იქნება ნიშანი. დღეს წავედი ახლა 2 საათისთვის, მივედი და გამოაცხადეს ახლა გვარების მიხედვით გვიძახებდნენ და აუდიტორიას შევდიოდით ვეები, აუდიტორია ხუნდაძის სახელობის. შევედი დამიჩნდა ეს კაცი, ახლა ეს სხვა არის გამსწორებელი, ის კი არა ვინც მოკარნახე. და მითხრა რომ რაიონიდან ჩამოსული ხარო და გარისკე და დაწერეო. გავრისკე მოვთხარი მაგ იმედი. ჩავხედეთ პირველ იმას გვერდს ჩავიარეთ და მითხრა ეხლა მე
ნიშნის გადასწორების უფლება არ მაქვს, მაგრამ მაინტერესებს ასე რომ დაწერე და არა ისე მეორენაირად. ეს შემთხვევით გააკეთე თუ შეგნებულად. ეს მაინტერესებს. გამომკითხე, ესე იგი უკვე ზეპირი გამოცდა ჩამიტარა. ჩაიარა პირველმა გვერდმა, მე ის მაინტერესებს ნიშანი რა არის ბოლოში, მაცახცახებს. გადავხედეთ მეორე გვერდზედაც და ჩაიარა და არ არის არცაც წითელი ხაზი, ჩაიარა მესამე გვერდით და არცად არ არის შენ მიიღებ და ოჩახ შენ და შენი მასწავლებელი უნივერსიტეტის რექტორატიდან მიიღებს მადლობას. და მიხეილ ჩიკვაიძეს მოვიდა მადლობა უნივერსიტეტიდან და მთელი სიცოცხლის მანძილზე ტრაბახობდა საცოდა მოხუცებული ამას. 60 წელი გავატარე მარილის სკოლაში. მქონდა შემოთავაზებები ხარაგაულიდან, მქონდა პარტიულ სამუშაოზე განმოსვლის ვარიანტი ელისო ბერიძის მუშაობის პერიოდში დიდხანს მალყოფა კაბინეტში, როგორმე დავეთანხმები ინსტრუქტორად გამოსვლაზე. არ მინდა მეუთხარი შენ გაბარაცვებ ახლა თვალებს ახათ ხო ქუჩაში რომ ხდები ბეშილია ხო ზუსტად ასე უთხარი. ჩემ სკოლაში მე დირექტორიც ვარ და მასწავლებელიც ხო არა თქო. არ მინდა მე პედაგოგობა მინდოდა და უნდა გავაგრძელო ასე და ვიმუშაო პედაგოგად და ვერ წარმომედგინა სხვა. წლების განმავლობაში ვიყავი რიგითი მასწავლებელი, შემდეგ კლასგარეშე მუშაობის ორგანიზატორი, ასეთი შტატი იყო სკოლაში, შემდეგ ვიყავი სასწავლო ნაწილის გამგე, შემდეგ დირექტორი. 10 წელი. მოსწავლეები ისე მენატრებიან ჩემი ბავშვები და ხარაგაულში ორჯერ ავედი სულ ამ 5 წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკვე ამბლენად დავუძურდი და ვეღარ მოძრაობ და რომ დახავ ჩემ მოსწავლეებს, ასე მგონია გავხალისდი და გავახალგაზრდა. მესიზრდება, სულ მესიზრდება, რომ ვარ სკოლაზე, სულ მესიზრდება, რომ ვარ ექსკურსიაზე ბავშვებთან ერთად. და გაკვეთილზე რო შევიდოდი, მასწავლებელო ახლა ჩვენ ეს არსად წავალთ. დაიწყებდნენ იმათ უნდათ დროის გაყვანა. ამისთვის მოიცადეთ და გეტყვით. ჩემო მოსწავლეებო, თუ თქვენ რაიმე საშუალებით მოისმენთ, ან წაიკითხავთ სადმე ჩემს საუბარს, გახსოვდეთ, რომ თქვენი მასწავლებელი ყოველი გასაჭირის დროს ჩათვალეთ, რომ თქვენს გვერდით არის. მე გაგამხნევებთ დაიჩებით ფელისიტყვით. დიდი გამოცდილება ფაქტია 98 წლის განმავლობაში და ცუდს არაფერს გასწავლე. ყოველთვის ვეუბნებოდი ვაჟებს. ისტორია იმ დონემდე მაინც ვისწავლეთ, რომ სისულელე არ თქვათ და თამადობა გასწიოთ სუფრაზე. ძალიან მეყვარს და დონეშვილის ლექსი რომ ვარდიაშვილს მიუძღვნა იმან თავის მოსწავლეებს. მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, მაგრამ მრავალი შვილიც გაუძლიო, ის არის შემსასუსტად და თქვა. და ყველას ვეტყოდი ხოლმე მასწავლებლებს, კი, თქვენს გიყვართ თქვენი მოსწავლეები, მაგრამ ჩემსავით არ გიყვართ, იმიტომ რომ ამ სიყვარულს თქვენი შვილები გადაწონს საკეთ და ის მოსწავლეები ჩემთვის შვილები არიან. ძალიან გაარჩი გაუთხოვარი იყო შემოთავაზებები, მაგრამ კარგი არავის მოუგლეჯია მაინც და მაინც სახელოდა. ჩემს ილახეს არ წავ. ახლა ძალიან მახინჯის არ ვიყავ და ანგელოზი არ ვიყავი, მაგრამ რაც მთავარია ოჯახის ხანი ვიყავი, ჭკვიანი ვიყავი, ამას რა ვიტრაბახებ ყველგან და რა ვიცი ახლა ოჯახს კარგ შევქმნიდი, მაგრამ მეც არ მომიწადინე. რაც ხელი წარმომედგინა ახლა ვიღაცა მეუფროსები.
ჩემი ცხოვრება მთელი ეს წლები მე მოახმარე ჩემ სკოლას და ხშირად ვიტყოდი ხოლმე ბარელიში ხვარო გდია გარეთ ისიც კი მიყვარს მე არა თუ აქაური მოსახლეობა ახმედი გოგოლაძე მათემატიკას მასწავლიდა და ერთხელ მითხრა გაგიფრინდება ახალგაზრდობა, დაგეგრიხება ლორთქო კანჭები, მერე უყარე თუნდაც კაკალი მაინც ვერავის გაებრანჭი და ამიხდა ჩემი მასწავლებლის რა თქვა. ეხლა მივდივარ კროხციცილასთან. ძალიან კარგი. ხო.